გამარჯობა მეგობრებო, დღეს შევაკეთებ ტელევიზორს სახლის პირობებში. ჩვენს შემთხვევაში არის Xiaomi 50 ინჩიანი ტელევიზორი, რომელსაც აქვს ხმა, მაგრამ არ აქვს გამოსახულება. რომ დავადგინოთ, რომ ეს LED-ების პრობლემა არის თუ არა, ამას 100%-ით ამის გაგება ცოტა რთულია, მაგრამ შეგვიძლია ჩართვის დროს დავაკვირდეთ და დავინახავთ, რომ გამოსახულება არის ძალიან ქრთალი. შეგვიძლია ტელეფონის ფლეშ განათებით დავაკვირდეთ, წინა მხრიდან ეკრანს მივანათოთ და ახლოს ძალიან ქრთალად დავინახავთ, რომ გამოსახულება არის რაღაც ადგილებში. ეს ნიშნავს, რომ LED-ები არის დაზიანებული. დავიწყებ ტელევიზორის დაშლას იმ თანმიმდევრობით, რომლითაც მე გავაკეთე ეს. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილე, რადგან ყველა დეტალი არის ძალიან მოსაფრთხილებელი. ჭირდება მარცხენა და მარჯვენა პლატის მოხსნა, რადგან ტელევიზორის გადმოტრიალება დაგვჭირდება, რომ ეკრანი ავაცალოთ. ასევე შეგვიძლია ეს პლატები არ მოხსნათ და რაიმე სიმაღლეზე გვერდებში დავუდოთ ტელევიზორს მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ისე რომ როდესაც შემდეგ ტელევიზორს გადმოვატრიალებთ, ეს პლატები არ შეეხოს მაგიდას და არ დავაზიანოთ რაიმე, მაგრამ აი ამ მეთოდით თუ ყველაფერს მოხსნით და დავშლით, დაცული ვიქნებით შემთხვევითობისაგან, რომ დავაზიანოთ რაიმე ნაწილი. აი აქ უკვე უნდა ჩავხსნათ კონტაქტებიდან ეს შლეიფები, რომლებიც უკავშირდება პლატიდან ეკრანს, რადგან ჩვენი თავარი მიზანია ამ შემთხვევაში, რომ მოვაცალოთ ეკრანი ტელევიზორს დიდი სიფრთხილით. უნდა ჩავხსნათ ეს კონტაქტები და ამისთვის ჯერჯერობით გვჭირდება ტელევიზორის კარკასის ქვედა ნაწილის მოხსნა. რამდენიმე სამაგრით არის დამაგრებული. ამავდროულად ნელ-ნელა ძალიან თხილად უნდა მივყვეთ და მოვაცალოთ აი ეს პლატები, რომლებიც არის დამაგრებული კორპუსზე ორმაგი სკოჩით. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ძალიან თხელი პლატებია და შემთხვევით არ გავტეხოთ ისინი. ნელ-ნელა უნდა განვაცალკევოთ კორპუსთან ეს პლატები. სწორედ იგივეს გავაკეთებთ მარცხენა მხარეს, რადგან ეს გაყოფილია, ეს პლატა ერთიანი არ არის, ორ ნაწილად არის და ჩვენს ნაბიჯ ორივე მხარეს განვაცალკევებთ კორპუსიდან. შემდეგ დამატებით კონტაქტებსაც ჩავხსნით, რომ პლატა მთლიანად მოხსნათ კორპუსიდან.
როგორც ხედავთ, გასუფთავდა უკანა ნაწილი მთლიანად პლატებისგან, ის რაც დავტოვეთ არის დაბლა და არაფერს ხელს არ შეგვიშლის. გადმოვატრიალებთ ტელევიზორს, დავდებთ და ეხა უკვე სამი მხრიდან დარჩენილ კორპუსს, რომელიც ასე ვთქვათ, აკრავს გარს ტელევიზორის ეკრანს, ნელ-ნელა მოხსნით, რადგან ძალიან ახლოს არის ჩვენს ეკრანთან, რომლის დაზიანებაც გამოიწვევს ტელევიზორის გაფუჭებას და მოგეხსენებათ, აზრი აღარ იქნება არაფერს, რადგან ეკრანი ტელევიზორის ყველაზე ძვირიანი ნაწილია. ეკრანი დამაგრებულია კორპუსზე ლენტებით, ორმაგის კოჩით, მსგავსი ლენტებით, რეზინის ლენტებზე, რომ ამორტიზაცია გქონდეს და ყიფი არ იყოს გაწყვამის საშიშროების გამო, შესაბამისად უნდა განვაცალკევოთ ეკრანი კორპუსისგან. აქვს ეს თხელი ლენტები, შეგვიძლია ნელ-ნელა მიყვეთ და განაცალკევოთ ის, მაგრამ მე ვარჩიე, რომ უბრალოდ მომეძრო ეს სამივე მხრიდან და ფრთხილად, რა თქმა უნდა, ძალიან, იმიტომ რომ ეკრანის დაზიანება გამოიწვევს მთლიან ტელევიზორის გაფუჭებას და აზრი აღარ ექნება არაფერს, რადგან ყველაზე ძვირიანი ნაწილი ეკრანია ტელევიზორში, მოგეხსენებათ. ამიტომ სიფრთხილე გუმართებს ძალიან და შემდეგ ამ რეზინებს, რომელზეც დადებულია ეკრანი, დავაბრუნებთ შემდეგ და მოვათავსებთ ეკრანს. ეკრანის აღების ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი არის ეს, რომელიც ინტერნეტში ნახეთ, საკმაოდ მომეწონა, რადგან მარტივია და არ ჭირდება დამატებით ხელსაწყოები. სხვა შემთხვევაში ჭირდება ვაკუუმი, ის ფირფიტები, რომელთაც დავაკრობთ და ვაკუუმის საშუალებით გადანაწილებულად ავიღებთ. თავარი აქ არის, რომ გადანაწილდეს ძალა და არ დეფორმირდეს ეკრანი. ნელ-ნელა უნდა გადავიტანოთ და უნდა შევამოწმოთ რაიმე ხომ არ აფერხებს მას. ანუ თავარი არის ეკრანის გადატანის დროს არ დეფორმირდეს ეკრანი და ბრტყლად გადავიტანოთ ის. რა თქმა უნდა გადავიტანოთ სადმე სწორ ადგილას, უმჯობესია ქვევით დაუფინოთ. ხალიჩა ან რამე ეგეთი. შემდეგ ხსნით კორპუსს, ეს არის პლასმასის კორპუსი, ეს ის კორპუსია, რომელიც ზეც ის რეზინები იყო დამაგრებული და შემდეგ უკვე ამაზე იდო ეს ჩვენი ეკრანი, რომელიც უკვე მოვაცილებთ. მივადექით ფენებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი დიოდებიდან მომავალი შუქი გარდაქმნან ერთგვაროვანად. ამასაც ავიღებთ და გადავიტანთ. ძალიან მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, როგორ ავიღეთ, რა მიმართულებით, რომ არ აგვერიოს, იმიტომ რომ მას აქვს თავისი წყობა. ეხლა მივადექით შუქ ამრეკლს, რეფლექტორს, რომლის აძრობაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველანაირად მოვეცადოთ, რომ დაზიანების გარეშე ავაძროთ იგი, რადგან მისი თანაბარი გადანაწილება უკანა პანელზე განაპირობებს შემდეგ მთელი ეკრანის გამოსახულების სისუფთავეს, იმიტომ რომ არ გაგვიჩნდეს, ასე ვთქვათ, თეთრი ლაქები ეკრანზე. ამიტომ ვეცადოთ ძალიან ფრთხილად ავაცალოთ იგი, რომ როდესაც დავაბრუნებთ, იყოს ისევ კარგ მდგომარეობაში. ეხლა ვამოწმებ თუ რომელი ლედი არის დაზიანებული. აქ გამოჩნდა, რომ მეორე ხაზზე ერთ-ერთ ლედს აქვს დაზიანება. ჩვენ შეგვეძლო ერთი ცალი ლედი მხოლოდ ლოკალურად შეგვეცვალა სარჩილავის საშუალებით, გაგვეცხელებია, მოგვეძრო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ვარჩიე, რომ მთლიანად ყველა ლედი შეგვეცვალა, რადგან 4 წელი გასული არის უკვე და შესაბამისად იყო რისკი, რომ სხვების დაზიანდებოდა, ვთქვათ, ერთ თვეში ან ერთ წელში. ნელ-ნელა მოვაცილებთ ყველა ლედს და განვათავსებთ ახალს. ჩემ შემთხვევაში მოვიდა ორი ნაწილისგან ასაწყობი, მარცხენა მხარეს უნდა იყოს left, მარჯვენა მხარეს right და გადავაბი თავისი ყველაფრით მოყვა. ეს არის კოდი. აი იქ მარცხნიდან მარჯვენის მიმართულებით D1, D2, D3 და D9-მდე, სულ 9 ნათურა არის ერთ ლენტზე. ეს შენი შევიძინე თბილისში სამთო-ქიმიის შენობაში, საიტიც აქვთ, პულტ IG, ნომერიც აქვთ და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 75 ლარი დაჯდა ჩემს შემთხვევაში და საკმაოდ
ნორმალური ხარისხის ჩანს. ეხლა უკვე გავტესტოთ, მუშაობს თუ არა. ტესტმა, როგორც ხედავთ, წარმატებით ჩაიარა, ყველა LED მუშაობს. ასევე აუცილებელია, როდესაც დავაფარებთ შუქ ამრეკლებს, შემდეგ გავტესტოთ, მე შეცდომა და არ გავტესტე, შესაბამისად პირველ ჯერზე მივიღე ცუდი გამოსახულება ეკრანზე, მას ახლა გაჩვენებთ ვიდეოში, როგორი არ უნდა იყოს. აი ახლა თქვენ ხედავთ, როგორ ჩანს ეს LED-ები ამ გამანაწილებელზე, ეს არ არის კარგი, უნდა იყოს გადანაწილებული იდეალურად და ეს პრობლემა იყო, რეფლექტორი არ მქონდა იდეალურად დაწებებული კარკასზე, შესაბამისად მივიღეთ ცუდი გამოსახულება, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად კარგად ააძროთ ეს რეფლექტორი და დაწებების დროს ორმაგის სკოტჩით იქნება თუ რასაც გამოიყენებთ, ირგვლივ ნათურების ირგვლივ იდეალურად იყოს დაწებებული. მგონი მარტივად ახსენი, რატომ მივიღე პირველ ჯერზე ცუდი შედეგი, რომელიც შემდეგ გამოვასწორე და ტელევიზორი მეორე ჯერ დავშალე და შევაკეთე თავიდან. ეხლა უკვე ვაწყობთ ამ კარკასის ჩასმის შემდეგ ვაბრუნებთ იმ რეზინებს, რომელზეც უნდა მოთავსდეს ჩვენი ეკრანი. შერჩენილი ქონდა წებოვნება და შესაბამისად არაფერი არ დამემატებია. მოვათავსე ისინი და უკვე ნელ-ნელა გადავდივართ თავ ეტაპზე, როდესაც უნდა დავაბრუნოთ ჩვენი ეკრანი ტელევიზორზე. ეს ძალიან საფრთხილოა, როგორც უკვე ბევრჯერ აღვნიშნე, რადგან ეკრანი თუ დაგვიზიანდა, მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება. გადმოვიტანოთ ეკრანი და დავადოთ ჩვენს ტელევიზორს. ეკრანის გასწორების დროს მოცემულია საზღვრები და კარგად გადავარკვიოთ ირგვლივ არის მონიშნული, რაშიც ზუსტად უნდა ჩაჯდეს ჩვენი ეკრანი მილიმეტრების სიზუსტით. ამიტომ თავარია ფრთხილად ნელ-ნელა გამოძრავებით მოვათავსოთ ის ზუსტად იმ ფარგლებში, რომელიც მოცემულია. ეგ არის 4-ვე კუთხეში, სადაც უნდა ჩავსვათ ეკრანი მოცემულ საზღვრებში. ამის შემდეგ ისევ უნდა კარკასი დავამაგროთ წინა მხრიდან და გვერდების მხრიდან ძალიან ფრთხილად, რომ კოლიზია არ მოხდეს თვითონ ამ რკინის კარკასა და ეკრანს შორის, რადგან არის ძალიან თხელი, მსხვევადი, შესაბამისად ძალიან სიფრთხილით ჩასვით კარკასი. ეს გვჭირდება, იმიტომ რომ გადმოვატრიალოთ ისევ ეკრანი და ესე ვთქვათ, დავამაგროთ შურპებით უკანა მხრიდან. პირდაპირ ეკრანს რომ ხელი არ მოვყიდოთ და არ დავაზიანოთ იგი. ამის შემდეგ უბრალოდ ვიწყებთ ისევ აწყობას, ეს ჩვენი მოხსნილი ორმაგი წებოვებიდან პლატები, ისე უნდა დავამაგროთ, ავაწყოთ და ფრთხილად უნდა ჩავსვათ კონტაქტები, რა თქმა უნდა, ვეცადოთ რომ ეს მაქსიმალურად ზუსტად მოვათავსოთ და დავაფიქსიროთ ისინი. მნიშვნელოვანია რომ აი ესენი ორივე მხარეს იყოს კარგად დამაგრებული, თუ აღარ აქვს ზებოვნება, შეგვიძლია რამე გამოსავალი პოვოთ და ეს აუცილებლად უნდა დავტოვოთ, რადგან გამტარია და ზევიდან დავადოთ რამე ლენტი ან რაღაც, მაგრამ ეს უნდა იყოს აქ მოთავსებული კორპუსსა და პლატას შორის ორივე მხარეს. ეხლა ქვედა კანცაც დავამაგრებთ და ამით ასე ვთქვათ, მთავარი ნაწილი მორჩენილია ტელევიზორის აწყობისა. გადავდივართ უკვე პლატების დამაგრებაზე. არაფერი განსაკუთრებული, რათა იმდევრობითაც დავშალეთ ტელევიზორი, ვეცადოთ რომ იმთან იმდევრობით ავაწყოთ. მთავარია ვიყოთ ფრთხილად
პლატების აწყობის დამაგრების შემდეგ დავამაგრებთ კრონშტეინებს, რომლებიც დგება უკვე ტელევიზორის ფეხები, სამაგრები, რომ შევძლოთ მისი დადგმა. ამის შემდეგ უბრალოდ უკანა ხუბსაც დავამაგრებთ და ფაქტობრივად შეგვიძლია უკვე გავტესტოთ ტელევიზორი მუშაობს თუ არა. ჩავთვალთ ტელევიზორი და გავტესტოთ. აქ რეაქციაზეც მეტყობა, რომ ანარიფში რომ კარგად არ იყო საქმე, მაგრამ ეს მარტივად მოგარებადი პრობლემა იყო. პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში, უკან მოცემული კონტაქტი არ იყო კარგად ჩამაგრებული. ეხლა გაჩვენებთ ფოტოზე, აი ესენი თავიდან მოხსნით და უბრალოდ ჩავსვით. ამის შემდეგ თავიდან ჩავხდეთ ტელევიზორი და იდეალურად მუშაობს. სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველას.